საღამომშვიდობის მეგობრებო, გავაგრძელოთ ისევ ეს თემა და ზოგიერთები ამბობენ, რომ რაღაცა ჩემი მსმენელი თითქოს შემყავს გაუგებრობაში, მაგრამ ახლა მოდი ერთად გავარკვიოთ ეს თემა და გავიგოთ, იყო თუ არა მარია მაგდალენა იესოს მეუღლე. ესე იგი არსებობს ესეთი გვერდი Family Search და აი აქ ჩაგიგდებთ links, შეგიძლიათ გადახვიდეთ და აქ ნახავთ ამ ინფორმაციებს. და მოდი ვნახოთ რა წერია მარია მაგდალინაზე. ეს არის იუდეური გვერდი, როგორც ვიცი, და წერენ ესეთ რამეს, რომ მაგდალენელი დაბადებული არის ინდიაში. და მისი მშობლები, ესე იგი მათია ლევი და ბენ ალფეუსი და მისი დედა ევქარია კლეოპატრა იყვნენ 18 წლის და 23 წლის, როდესაც მათ შეეძინათ ქალიშვილი. ხო? მარინოს, აბა ერთი შენ წაგვიკითხე ეს ინგლისურად და რა წერია რომ ქართულად. When Mary Magdalene of Bethany. ბეთანიიდან ხო არ არის? მარია მაგდალენა ბეთანიიდან, ხო? ხო, ბეთანიიდან. აქაური ბეთანია თუ? არა. ისე რა არის საინტერესო, მარია არის მაგდალინელიდან. Magdala. She was born in 0 before Christ. 3 წლის ქრისტეს წინ. ქრისტეს წელიწადამდე. მესამე. ესე იგი პატარა გოგო. არა, უფრო დიდი გოგო ვიდრე ქრისტე. 3 წლის დიდი იყო. In Magdala, India. So, აი მაგდალაში, ინდიაში თავისი მამა იყო მათეო ლევი ბენ ალფეუს. მათეო ბენი იყო 18 წლის. 18 წლის, ხო. და თავისი დედა ოიხარია კლეოპატრა იყო 23. ბინთ მეჰაჰემ 23 იყო. აი ისის დედამისიც დიდი ყოფილა. 4 წლის დიდი ყოფილა, ხო? თავის ქმარს. She had at least 2 daughters. მას ყავდა ორი ქალიშვილი. ორი ქალიშვილი. იესო ქრისტე. Ben Elohim of Nazareth. ანუ იესო ნაზარეველისგან ორი შვილი ყავდა, წერია პირდაპირ, ხო? ხო. და გადაიცვალა 65 წლის ასაკში. ხო. In Ephesus, Pergamon საბერძნეთში არის. პერგამონში ეს გარდაიცვალა. ნუ ეს არის ახლა ინფორმაცია აი ამ გვერდიდან, რომელიც არის ესე იგი Family Search. არ ვიცი ახლა რამდენად სანდოა, მაგრამ აი მოდი წავიკითხოთ რა წერია ახლა მის ქალიშვილზე რა წერია, ხო? პირდაპირ სოფია რაშუაშა სარა თამარზე რა წერია. მოდი წავიკითხოთ მარინოს, ესეც გადავითარგმნე რა, ხო? When duplicate Sara Tamar de Damaris. და ეს არ ვიცი რას ნიშნავს when duplicate Sara Tamar. ეს არ ვიცი. ხო არა უშავს, აი გააგზავნე. არა, duplicate რა არის? ხო, მაინტერესებს. In Galilee, ხო? Sara Tamar დაიბადა გალილეა. გალილეაში დაიბადა, ხო? ხო. თავისი მამა იყო იესო ქრისტე. იესო. 26 წლის იყო. და თავისი დედა მარია 26 წლის იყო იესო, როცა შვილი გაუჩნდა? ხო. ესეც გასაგებია, ესე იგი 26 წლის ყოფილა. და თავისი დედა
მარია მაგდალენა ბეთანიიდან იყო 28 წლის. მაგრამ მოიცა ეს 2 წლის 3 წლის და იყო წერან. 3 წელსა და 2 წელს შორის რა განსხვავებაა მარინის? არაფერი. თვეებით იყო ალბათ 2 წლის და თვეებით იყო დიდი. სარაფათამა გადაიცვალა 069 ფრანგიაში. საფრანგეთში. და იყო 44 წლის. 44 წლის. აჰა. გასაგებია ხო მეგობრებო? ანუ ესე იგი სარა თამარი, რომელიც იყო 26 წლის ასაკში შეეძინა იესო ქრისტეს და 28 წლის ასაკში შეეძინა მარია მაგდალენას, ეს იყო მათი შვილი, რომელიც გარდაიცვალა ესე იგი 69 წლის ასაკში საფრანგეთში. ხო, ანუ ამას მე ხო არ ვიგონებ, არის ეს გვერდი, სადაც წერია. საიდან მოდის ეს ინფორმაცია? ხო, მეც მაინტერესებს, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია რა. რატო არ არის ეკლესიაში ესეთი ინფორმაცია? ეს არის ახლა აი ნახე ფოტოზეც არის აღწერილი, როგორ გამოიყურებოდა სარა თამარა. ეს არის მისის პორტრეტი. ხო, აი ეს არის მისი პორტრეტი, ნახე. ხო. და აქ წერია, ანუ აქ შეგიძლიათ მე გაეცნოთ ინფორმაციებს, ვინც ინგლისური იცით, წაიკითხეთ, ხო? ეხა მარტო როგორ გითხრათ, ეხა მე კი არ ვიგონებ რაღაცებს, მე რაც წავიკითხე, იმას გაწვდით და საინტერესოა, რომ აი ამ თემასთან დაკავშირებით თუ იუდეურ გვერდზე ასეთი რაღაც ჟღერდება და აჟღერებენ რომ თან დოკუმენტებით აჟღერებენ, წლებსაც აჟღერებენ, რამდენი წლის იყო, როგორ იყო, აქამდე რატო გვიმალავდნენ, ან რატო არ იციან ეს ჩვენმა სასულიერო პირებმა, ხო? ანუ გაარკვიონ ეს მათ, ჩვენ ხო ვერ გავარკვევთ ამას, გაარკვიონ რა საკითხებთან არის დაკავშირებული ეს დაფარული ინფორმაცია, ხო? ესე იგი ხო, საინტერესოა, ძალიან საინტერესოა. ამიტომ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ რა, სანამ ბრმად მიენდობით რაღაცაზე დაიწყებთ რომ იესო ქრისტეს მისია ქონდა შესასრულებელი და მაგისთვის მოვიდა დედამიწაზე, ბიჭო, რამ გაყო მისი მისია რომ შვილები გაეჩინა? ანუ რა, შვილების გაჩენა ის არის, რა ქვია, ცოდვა არის თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ანუ რა გჭირთ, ვერ გავიგე, რატო გონიათ? ერთი წუთი, რატომ გონიათ რომ შვილების გაჩენა ან არის რამე სიბინძურესთან დაკავშირებული, ან კიდე არ უნდა ყოლოდა იესო ქრისტეს და მაგდალენას შვილები რა. არა, თაკო, იცი. ხო, აბა მითხარი. იცი რატო აკეთებდნენ ეგეთი? რატო? აი შუა საუკუნეზე, ხო? შუა საუკუნეებში? იყო ბევრი ხალხი იყვნენ, ხო? ბევრი იყვნენ. ხო. და აი მოფიქრებული იყო რომ ქრისტე იყო მათო. ანუ ჩააგდეს ეს გაუშვეს ესე რომ არ გაიჩინათ შვილები. თბილა იყო, აი das war wie ein Gerücht, das haben die in die Welt gesetzt, damit weniger Kinder bekommen, damit mehr Leute in die Klöster gehen, damit die Klöster jemanden zum Arbeiten haben und so weiter und so fort. ანუ ესე იგი ჩემი მეუღლის თქმით, შუა საუკუნეებში ეს ჭორი გაავრცელეს, რომ იესო ქრისტე იყო მარტო. იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო და შვილები არ გაეჩინათ. მოიცა და არ იყო საკვები, ხო? აი საკვები იყო ცოტა, როგორ შანს, ხო? საკვები არ ყოფნიდათ და ხალხი რომ წასულიყო მონასტრებში და რომ ემუშავათ, იმისათვის სჭირდებოდათ აი ეს ინფორმაცია, რომ გაეჟღერებინათ, რომ იესო ქრისტეს თურმე არ ყავდა შვილები, ის იყო რაღაცა ასკეტური ცხოვრებით. არა და აქ წერია. აქამდე არის. ხო და დღემდე შემორჩა ეს შუა საუკუნეებიდან დღემდე. და არა და ორი შვილი ყავდა, ორი გოგო ყავდა, როგორ შანს მაგდალენას და იესო ქრისტეს. აგერ წერია ყველაფერი დასაბუთებით, საად, როდის და ვისი შვილები იყვნენ, ვინ იყო მარია მაგდალენელი, ვისი შვილი იყო და როდის დაქორწინდა იესოზე წერია ყველაფერი. მოიცა წავიკითხოთ კიდე, ხო?
წავიკითხოთ საიტი კიდე. საიდან გამოჩნდა, ვერ გავიგე. საიდან გამოჩნდა ეს? აი პირველ კომენტარში ჩაგიგდეთ ამ საიტის ლინკი. საიდან გამოჩნდა და ღმერთმა გამოაჩინა. არ ვიცი, გამოჩნდა, გამოაქვთ ახლა ყველა დაფარული ინფორმაცია. მერე სხვებს შეწიროსაც აკეთებენ, აგერ ბენედიქტი იყო თუ ეხლა რო გარდაიცვალა პაპსტი რა ერქვა კაცო, დამოვიწყე უკვე. აი თაკ ვიცი რამდენი ფრანცისკო რო გარდაიცვალა, კი არ გარდაიცვალა, შეწირეს. იმიტომ რომ გამოაქვთ ეს ინფორმაციები, იმიტომ რომ თქვა ქრისტემ არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს და ქრისტეს სიტყვას წყალი უკაცრავა და ეხლა მაინტერესებს. არ გაუარა. ეხლა მაინტერესებს, ხო? კათოლიკები, ხო? ხო. კათოლიკები მამაოდი. არ შეიძლება ქონდეს ოჯახი და მეუღლე. ხო, მაგრამ აქ შეიძლება. აი მამაოები, აი აქ საქართველოში შეიძლება. საქართველოში შეიძლება. ესე იგი, ჩვენი ეკლესიაში შეიძლება. კათოლიკების არ შეიძლება. ვერ გავიგე, კათოლიკებთან შეიძლება თუ არ შეიძლება? არა, არ შეიძლება კათოლიკებთან ჩვენთან შეიძლება. ჩვენ შეიძლება. მღვდლებს შეიძლება რომ ყავდეთ. ჩვენ მეც შენ მღვდელი ხარ თუ რა შუაში ხარ შენ ახლა ვერ გავიგე. Ich bin auch orthodox. Deswegen sage ich ჩვენთან, რა. ვერ გავიგე. მართლმადიდებლებში. ხო. მაგას გულისხმობ ჩვენში. მართლმადიდებლებში შეიძლება რომ მღვდელს ყავდეს ცოლი კი? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ხო? ხო, და კათოლიკებში არა. კათოლიკებში არ შეიძლება. არ შეიძლება. იქიდან მოდის. კათოლიკებიდან მოდის, რომ აი სიხორული, მათო სიხორული უნდა იყოს ქმერთან და იესოსთან. ხო. ნუ ესე იგი, აქ წერია რომ მერი მაგდალინელი, მარია მაგდალინელი იყო ბეთანიიდან იყო ყოფილა მარია მაგდალინელი, დაბადებული იყო მესამე წელს ქრისტეს შობამდე. ანუ 3 წლით უფროსი ყოფილა ქრისტეზე. ნუ დაახლოებით. In Magdala, India, her father. ესე იგი, დაბადებული იყო მაგდალაში. მაგრამ ბეთანიელი რატო ერქვა? მაგდალაში იყო დაბადებული, მაგრამ ბეთანიაში აღიზარდა ეთყობა. მერე მამამისი იყო მეთიუ ლევი ბენ ალფეუსი 18 წლის და დედამისი იყო ევქარია კლეოპატრა მენაჰემ ბინთ მენაჰემ ბუდიში ეს გოსა 3 წლის ეს გვარები და სახელები არ არის ქართული სახელები, ეს არის იუდეური ებრაული სახელები რა. იქნებ რა იცი, იქნებ შეიცვა. ბენის, ბენეს, ეს არის. ბენ, მერე რა, ბენ. არ ვიცი, იუდეველები ბენს იხსენიებენ. ეს არის იუდეური საიტია, ხო? და არ ვიცი. ნუ ბენ არის ალბათ რაღაცის აღნიშნელი, როგორც ვან გოგ, ვან პამელ, რა ვიცი მე, ვან არის ფონ. ხო? საიდან ღაც ამას აღნიშნავს ფონ საიდან ღაც. ხო, ესე იგი ბენ მათეუ ლევი ბენ ალფეუს. ესე იგი მათეუ ლევი ალფეუსიდან. ესე გამოდის ქართულად. ალფეუსიდან და ევქარია კლეოპატრა, ბჭყალებშია კლეოპატრა, ბჭყალებში არ არის ესე აღნიშნული აქვს. ბენ მენაჰემიდან. ეხლა ამბანიდან რო წაიგიწვა, შეიძლება რა გამოჩნდა რამე თუ არა. აი ესე რომ დავსერჩოთ, აბა დასერჩე ერთი მაინტერესებს რა. ესე იგი მათეუ ლევი, აბა მათეუ ლევი. დავსერჩოთ მათეუ ლევი და ვნახოთ ვინ არიან ეს მათეუ ლევი და კლეოპატრა ევქარია. თქვენც დასერჩეთ მეგობრებო და ვნახოთ რას გვიჩვენებს. მათეუ ლევი. ლევი მათეუს. ფილმის გადაუღიათ მე მგონი.
მათეო ლევი. Ai, არსებობს ესეთი მათეო ლევი. Matthäus ist der Name eines Jugendlichen von Jesus von Nazareth. Არა, ეს მათეუსია. მათეუსი არ გვინდა, მათეო ლევი. Sankt მათეო ლევი არსებობს ესეთი. ისრაელში, კაპერნაუმში არის დაბადებული. Jakobus Sohn der Alpheus. Ist Levi ein Nachname von Matthäus? მოფერე სახელი. მოკლედ. Sankt Matthäus. Das war jetzt nicht meine Frage. Ja? Meine Frage war, ob du die Namen, die wir haben, mit dem Alphabet entschlüsseln kannst, was die bedeuten. Alphabet Ben Menahem. არა, თქვენი ალფაბეტით, თქვენი ლევი Ben Alpheusი. Matthew the Apostle. Matthew არ გვინდა. Alpheusი is a man. Levi Matthäus eta აი აქ წერია რაღაცა მათეუსე, ლევი მათეუ, the next collector. ერთი წუთი აქ რა წერია? აი აქ რა წერია? მათეუ also is ვერ გავიგე, ლევი მათეუსი იყო ასევე ქრისტეს მოწაფეო, ესე წერია. ესე იგი მამამისიც ქრისტეს მოწაფე ყოფილა. ხო? ანუ მარია მაგდალინელის მამაც ქრისტეს მოწაფე ყოფილა. აი წაიკითხე. და წმინდანად არის მოხსენიებული. გესმით მეგობრებო, მარია მაგდალინელის მამა, რომელსაც 18 წლის ასაკში შეეძინა მარია მაგდალინელი, ყოფილა ქრისტეს მოწაფე. ამიტომ თვითონ მამამისიც გაყვადა თავისი შვილის მიათხოვა ქრისტეს. გესმით? მიათხოვა. და სავარაუდოდ სარაც მას გაყვა, ევქარიაც მას გაყვა და ერთად დადიოდნენ, ანუ ერთად გაყრნენ მას. ანუ მათეო ლევი არის მოხსენიებული აპოსტელის წმინდანად. აქ იძლია რომ ლევი ხო მათეო იყო ქრისტეს მოწაფე, ხო? და არ იყო თავისი მამა. არ იძლია აქ. არ წერია რომ მაგდალინელის მამა, მან დარეწერება. იმიტომ რომ მან დაფარული ინფორმაციები, ეხლა გამოვიდა ეს ინფორმაცია. ეხლა გამოწყდა ეს ინფორმაცია და ეხლა ცხადდება ვინ იყო რა? ლევი იყო ქრისტეს მამა. ქრისტეს მამა იყო? Hast du nicht gerade gesagt, das ist Christus? ქრისტეს მამა კი არ იყო, მაგდალინელის მამა იყო. მაგდალინელის მამა. ხო და თან თავისი მოწაფე. ხო და თავისი მოწაფე იყო და ჩვენ აქამდე ვიცნობდით მარტო მათეუსად, მოწაფე მათეუსად, აპოსტელი. ლევი არა. ლევიც იყო, კი, ლევი. იყო ერთ-ერთი მოწაფე ქრისტესი. და ეს ლევი მათეუსი იყო. არა, ლევი არის მათეო ებრაული. ებრაულად ლევი ქვია, ხო? ხო. ხო და ანუ მათეუს ებრაულად ლევის თუ ქვია, ესე იგი ქრისტეს მოწაფე, რომელიც იყო მათეუსი, იყო მაგდალინელის მამა. ეგრე გამოდის. თავისი
სიმამრი იყო მისი მოწაფე. ხო, მეგობრებო რა, არ არის დაფარული რომ არ გაცხადეს, ხო თქვა ქრისტემ და ცხადდება, თავისი ხელით გვიცხადებენ ეს ებრაელები იმ დაფარულ ინფორმაციებს. ეხლა ჩვენ უნდა ამოვიკითხოთ და მივხვდეთ. თუ ვერ მივხვდებით, კი გვეტყვიო, ბრმად დარჩებაო, ეხლა ხო თქვა ქრისტემ და თუ გვიცხადებენ ამ ინფორმაციებს და ჩვენ ვერ ვაზროვნებთ, რომ ეს დავაკავშიროთ ეს ინფორმაციები ერთმანეთთან, ხო? მაშინ აშკარად ფხიზლები ვერ ვართ, ხო? მაგრამ ვინც ფხიზველია, იმათ დაგვანებეთ და გაგვარკვევინეთ. როგორი რაღაცაა, იცი რომ რატომ შეგყავს ეს ხალხი შეცდომაში? მეუბნება, იქნებ თქვენ ხართ შეცდომაში შესული, არ გაინტერესებთ ეს ინფორმაციები? და რატო ჟღერდება ეს ინფორმაციები? ისინიც არ გაინტერესებთ? ანუ ცოლობა, ქრისტეს რო ცოლი ყოლოდა რა, მრუშობა იქნებოდა თუ ცუდი იქნებოდა თუ ბილწობა იქნებოდა თუ რა იქნებოდა. ამ ქრისტეს როგორც ახსენებდა, ცოლი ყავდაო, ეგრევე ენთებათ ის რა ქვია, წითელი ლოყები და ყურები. მე ვერ ხვდები რა არის ამაში ცუდი და უმსგავსო, რომ ქრისტეს ყოლოდა ცოლი და შვილები. ანუ რატო არ უნდა ყოფილიყო ქრისტეს მისიაში ესეც ოჯახის სრული სახე რომ მოეცა ჩვენთვის და ესწავლებინა რას ნიშნავს ოჯახი. ხო? აბა თქვენ ვინ გონიათ როზენკროიცის მცველები ვინ იყვნენ? როზენკროიცის მცველები იყვნენ მარია მაგდალინელთან ერთად, ვინც გადავიდა მერე საფრანგეთში რომ წავიდნენ. როზენკროიცი ერქვათ მათ დაირქვეს, იმიტომ რომ იცავდნენ მარია მაგდალინელს და მის შვილებს. ლაზარე, მარია მაგდალინელი და მართა ერთად წავიდნენ მერე საფრანგეთისკენ გემით, პატარა გემით მივიდნენ საფრანგეთის ერთ-ერთ მე მგონი კუნძულზე ჩამოვიდნენ, თუ არ ვცდები, რაღაცა კუნძულის სახელია, ვერ ვიმახსოვრებ იმ სახელს. და იქ ცხოვრობდნენ თავიდან. ესენი კიდევ ვინც მცველებად იყვნენ, მათ ერქვათ როზენკროიცელები, როზენკროიცის წარმომადგენლები. და მარია მაგდალინელი იყო როგორც ესეთი როზე, ანუ ვარდი, ანუ როზენკროიცი ქვია ვარდის ჯვარი. და ვარდი სიმბოლო არის მაგდალინელის, საერთოდ რო იცოდეთ რა. გაფურჩქნული ვარდი იმაზე ჯვარზე არის მარია მაგდალინელის სიმბოლო. ეხლა ეს თუ არ იცი და არ წაგიკითხავთ, რა ჩემი ბრალია, ხო? ამიტომ ჩემო კარგებო, ხო? ვიდრე გააკრიტიკებდეთ იმ ინფორმაციას, რასაც მე ვაჟღერებ, ჯობია რომ თქვენ გადაამოწმოთ იმ წერილებში და იმ დაფარულ წერილებში, რომელსაც ეხლა გიჟღერებენ და გიცხადებენ, რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო. მაგრამ შანსი აღარ აქვთ, ეხლა უნდა გააჟღერონ, თორე ქვეყნის დასასრული კერა დედამიწის განადგურება წავა მთლიანად. თავისივე ხელით გაგვიჟღერებენ და თავისივე ხელით გამოგვიტანენ ამ ინფორმაციებს გარეთ. თქვენ თუ არ მიიღებთ, ეგ სხვა საკითხია და დარჩებით ისევ სიბნელეში, ოკეი, თქვენი გადაწყვეტილებაა და მე მაგაში ვერ ჩავერევი, მაგრამ ვისაც აინტერესებს და ვისაც სინათლის შემოტანა სურს დედამიწაზე, მაშინ იმას დააინტერესებს და გაარკვევს ამ ინფორმაციებს. ხო? მიუხედავად იმისა, გეუბნებით, რომ ეს წერილები არსებობს როგორც ესეთი თვალსაჩინო წერილი ბერლინის მუზეუმში, ეგვიპტური მუზეუმი არსებობს ესეთი ბერლინში და იქ ინახება ერთ-ერთი პაპირუსის ნაშრომი. პაპირუსზე ეს ინფორმაცია, სადაც წერია მარია იესოს ცოლი და თუ თქვენ ამის გადამოწმება გეზარებათან არ შეგიძლიათ, მაშინ ის არა ქვია, ის არა ქვია. შეგვიშლით ხელს რა, ვინც ვიკვლევთ ამ საკითხებში რა. მე ხო არ გეჩხუბებით მაინც რატო გჯეროდათ ესე თქო. მე გეუბნებით რომ ასეთი ინფორმაცია არის, ჩემთან რეზონირებს ეს ინფორმაცია. მე მჯერა რომ იესო ქრისტეს იესოს ყავდა ცოლი და ეს იყო მარია მაგდალინე და რა საკვირველია რომ მას ქონოდა მათ ყოლოდა შვილები, ხო? და მე იცი რა მიკვირს, უბრალოდ მე ის მიკვირს, რომ ესე შეიცხადებენ ხოლმე, რას ლაპარაკობ, იესო ქრისტეს ცოლი როგორ უნდა ყოლოდა? რატომ არ უნდა ყოლოდა ქრისტეს ცოლი? იესოს ცოლი, მითხარით.
ხო შეიძლება რომ ახსნათ რატომ ანუ სიწმინდე შეინარჩუნა თქვენ გონიათ მარიამა ღვთისმშობელმა არ შეინარჩუნა სიწმინდე რას უწოდებთ თქვენ არა სექსის ქონას თუ რა ხდება ვერ გავიგე სიწმინდე არის როდესაც შენ გყავს მეორე ნახევარი და მასთან ერთად გადიხარ ოჯახურ ცხოვრებას აი სიწმინდეში ხარ მაშინ და ეხლა რადგან აბა რა გინდათ რომ თქვათ რომ იესო ქრისტე იყო ის რა ქვია იმას რა ქვია სტერილიზებული თუ რა გინდათ რომ თქვათ მაგით სტერილიზებული ეს არის შუა საუკუნის ამბები რა ხო ნუ შუა საუკუნეებში ზად რა მოიფიქრეს და ვინ ქალთ მოძულე გახდა და მარია მაგდალინელის დააბრალეს რომ რუში იყო მე-6 საუკუნეში პაპს გრეგორს გადაუტრია და გონება და სამი მარიამი ერთში მოაქცია რუში მარიამი მარია მაგდალინელი და კიდე მარია ბეთანიიდან მარია ბეთანიიდან ხო მარია ბეთანიელი ეს ერთი და იგივეა მაგდალინელი და ბეთანიელი აი თან ეხლა მიწერია კითხულობ რომ იესოსი ქონდა ძმები. იესოს ყავდა ძმები, კი? ყავდა ძმები. რა თქმა უნდა, იაკობი არის მისი ძმა. ხო, და იუდასიც და სიმონი. იუდაც იყო მისი ძმა და სიმონიც იყო მისი ძმა, კი? ხო, ესე იგი ძმები. ძმები ყავდა, კი? ხო, აბა. ძმები რო ყავდა. მოხსენიებულია წერილებში, მაგრამ არ უნდათ ამის აღიარება. ისე მარია ღვთისმშობელი ის არისო, არაო, მე აღარ ქონია სექსიო. გესმის? არა ქონია სექსი რა. ბიჭო, ცოლი ყავდა იოსები რა საკეთებდა. იოსები ისე იყო ვითომ რა. არა ჯერ რომ მათ რომ არ ქონოდათ ცოლქრული ურთიერთობა იმ პერიოდისთვის ითვლებოდა როგორც არა წმინდა. ანუ მარია რომ იოსების გვერდზე ყოფილიყო და მათ შვილები არ ყოლოდათ, ეს ჩაითვლებოდა იუდეველებისთვის როგორც არაწმინდა ოჯახი. გესმით? ამიტომ ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე და იძლევა ინფორმაციებს ცადიაბა თამარო რუსიკო ამბობს. ხო, რუსიკო მე ვნახავ, მაგრამ რა თუნდა ამას მეტი ლაპარაკი, კაცო, ძალიან ბევრი ინფორმაცია, რაც დავიწყებულია, დაფარულია, ამისი ნუ შეგეშინდებათ. ჩემო საყვარელო მეგობრებო, სასულიერო პირებო, თუ ვინც გინდა ის იყავით, კაცო, ნუ შეგეშინდებათ. გამოვიდეს, სინათლე გამოდის უკვე, ყველაფერს ფარდა ეხდება და ნუ შეგეშინდებათ ამის. ნუ გეშინით. ასე რომ ეხლა საინტერესოა რა, ძალიან ბევრი რაღაც ინფორმაციები საინტერესოდ ჟღერდება და ამიტომ იმის თქვენგანაც გამეხარდება ამ ინფორმაციებს თუ მოიძიებთ რა. მარტო ერთმა ადამიანმა ხო არ უნდა ილაპარაკოს, მოიძიეთ ეს ინფორმაციები, დაუსვით კითხვები მღვდლებს, ანახეთ ეს ფაქტები, მერე იტყვე რა თქმა უნდა, არა ეს შეცდომით არის ეს ინფორმაციაო, გაჟღერებულიო, როგორც იმ მღვდელმა თქვა აქ ასურეთში, მაღლა აღარ ვიტყვი სახელს რა. და პირდაპირ ხედავდი რომ კაცი იტყუება, აზრზე არ არის წარმოდგენა არ აქვს და იტყუება, მატყუებს პირში. გაჟღერდაო ეგ ინფორმაცია, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდაო, გეგონება გადაამოწმა ეს ინფორმაცია, ჩაეძია და მიხვდა რომ ტყუილი აღმოჩნდა. ვიღაცის ნათქვამზე ვიღაც რაღაცა ტყუილი აღმოჩნდა, ეტყუება დაპროგრამებული ილია მეორის მაღლა ვინც დგას კიდე პროგრამაშია შეშვებული ეს და დღემდე არის შეშვებული, მაგრამ როგორც კი მოითხოვთ ინფორმაციებს, ხომგებრებით არ არის დაფარული რომ არ გაცხადეს თქვა ქრისტემ, იესომ და მოდი ესე გავაკეთოთ რა. აწი ხომ გითხარით ვარდი რომ გათავისუფლდა ჯვრის მონასტერზე, ეს იყო სიმბოლური. როგორც მე გავიგე ეს ინფორმაციები, თორემ მანამდე ინტუიციურად მიმიყვანა ღმერთმა იქ და გაგვაკეთებინა იმ სამ ადამიანს ის რაც იქ გაგვაკეთებინა და აეხადა ფარდა დატყვევებული ვარდი გათავისუფლდა. ესე იგი ვარდი არის იცით სული წმინდის სიმბოლოდ აღიქმება ეს ასევე როგორც მარია მაგდალინელის სიმბოლოა, მარია მაგდალინელი სული წმინდის მატარებლად აღიქმებოდა და ამიტომ ჯვრის შუაგულზე და ვარდს თუ დაინახავთ, ხო? ეს არის მარია მაგდალინელის სიმბოლო, იცოდეთ ეს.
და აი ეს როზენკროიცი, რასაც ქვია ვარდი ჯვარზე, ან ჯვრის ვარდი, უпростоრეთ ვარდი ჯვარზე ესე ვთქვათ, იმას ნიშნავს, რომ ეხლა მთლიანად ცნობიერება, უმაღლესი ცნობიერება წამოვა, გესმით? გამოვა, წამოვა, ნელ-ნელა აგვიხდიან ფარდას, რომ სუმთლიანად არ გავგიჟდეთ. ნახე ხა ზოგიერთისთვის რამხელა დარტყმაა, ხო, ეს ინფორმაცია, რომ ვერ იტანენ ამ ინფორმაციას, ანუ იმიტომ ვერ იტანენ კი არა, რომ იზიზღებათ, აი ახალია, გესმით და რაღაცა გადახარშვა სჭირდებათ. ამისათვის რომ მიიღონ ეს ინფორმაცია, პირველად რომ შოკში არიან, შოკში ხვდებიან ესეთი ადამიანები და შოკიდან რომ გამოვლენ, მერე მიხვდებიან, რომ ყველაფერი ნათელია და ამას არ უნდა ბევრი ზიზღი და მიუღებლობა, ყველაფერი ნათელია უკვე. გაგვეცეთ მეგობრებო, რა ვიცი, აბა თქვენ იცით, ახალი კომენტარები, აბა რა შემოვიდა, წავიკითხო. თამარ, ასე მახსოვს, რომ იესოს ძმები იყვნენ ნახევარ ძმები, იესო პირველი ცოლისაგან შეიძლება ვცდები. არა. პირველი ცოლისგან იესოს ძმები თუ იყვნენ, მაშინ არ იწოდებოდა ძმებად, იმიტომ რომ არც ხორციელი ძმები გამოდიან წერილების თანახმად, ესე მართალი იოსები არ იყო არანაირად კავშირში ხორციელად ქრისტესთან. მან მარტო ის გაუწია მარიამს, რომ ორსული მოიყვანა ცოლად და ანუ მამა არ იყო მისი და არც ნახევარძმები გამოდიან, იმიტომ რომ იოსები საერთოდ მამა არ ყოფილა ქრისტესი. უბრალოდ თამაშობდა მამის როლს. ხო და იქ მოხსენიებულია როგორც ძმები, ხორციელი ძმები იესო ქრისტესი და ხორციელი ძმები იესო ქრისტესი უნდა ყოფილიყო მარიამის მხრიდან. მაინც ნახევარძმები გამოდიან. ისეთ რამეს საუბრობთ, მაგას ფაქტებით უნდა დამტკიცება, ძალიან მიკვირს, ვერ ხვდები თქვენი ლაივი რას ემსახურება. გაბატონო ანა, აგერ რა მაქვს მე დადებული, ფაქტი არ არის ეს. მერე პირველ კომენტარში არის ლინკი ჩაგდებული და იქაც გადადით და ნახავთ, რომ იქ წერია თეთრზე შავად, რომ მარია მაგდალინელი იყო იესო ნაზარეველის მეუღლე. აგერ წერია. ინგლისური თუ არ იცით, ვინმე დაიქირავეთ და ინგლისურის ცოდნას გადაათარგმნინეთ. 23 წლის ასაკში შეეძინა მარია მაგდალინელის დედას მარია მაგდალინელი და მას ყავდა 2 შვილი იესო ქრისტეს, ანუ ქრისტ იესოს ბენ ელოჰიმ ով ნაზარე, ანუ ნაზარეველი იესოსგან ყავდა მას შვილი. 2 შვილი, 2 ქალიშვილი. ქალბატონო ანა, ხომ ხვდებით? რას ემსახურება და განათლებას ემსახურება, რას უნდა ემსახურებოდეს ახლა. ალბათ ისიც იცით იესოს შვილი ვინ იყო, სახელი და გვარი გაგვიმხილეთ. კი, აგერ გაგიმხილეთ, ხო გაგიმხილეთ, აგერ. აი, წერია აქ. სარა თამარ იყო იესო ქრისტეს პირველი გოგო, პირველი შვილი, რომელიც 26 წლის ასაკში შეეძინა. წერია, აი აქ, მე კი არ ვამბობ, წერია. გესმით? და მე ვკითხულობ. და ეხლა მოდი ამ გვერდს გაურჩიეთ საკითხები, რატომ დაწერეს ეს ინფორმაციები. და ისიც წერია, სად გაჩნდა სოფია რატო კაცო, სარა თამარი სად გაჩნდა, ისიც წერია. რამდენი წლის ასაკში დაიღუპა, ისიც წერია. გესმით? ასე რომ კარგად იყავით, გაკოცეთ და აბა თქვენ იცით. ხო, ვიღაცა მომწერა, კიდე ერთ-ერთმა მომწერა, აღარ მახსოვს სახელი. ჩემს ბავშვობაშიო მახსოვსო, რომ ძველი ხალხი საუბრობდაო, რომ იესო ქრისტეს შვილებიც ყავდაო. ჩემს ერთ-ერთ კომენტარში წერია. და სანამ ეს კომენტარები წაიშლება, მეგობრებო, ამ ვიდეოებს შლიან ხოლმე რა. ანუ ერთი თვე ამყოფებენ და მე ერთი თვის თავზე შლიან. ახალი რეგულაცია აქვს Facebook-ს და მანამდე გაუზიაროთ ერთმანეთს. იცით რა არის საინტერესო? რამდენიმე ადამიანმა მომწერა უკვე, რომ შენთან დაკომენტარება, კომენტარის ჩაგდება რო გსურსო, სხვაგან გვაგდებსო Facebook-იო და საერთოდ შენს ლაივებზე რომ შემოვდივართ არ გვირთავსო რა და ერთ-ერთ ჩემს ვიდეოს ქონდა 46 გაზიარება და მხოლოდ 4000 ადამიანს ქონდა ნანახი და მე რატომღაც ეჭვი მეპარება რომ Facebook-ი ანუ შეგნებულად აფერხებს ჩემს ლაივებს, იმიტომ რომ
4000 და 3000 ნახვა ისედაც აქვს ხოლმე ჩემს ლაივებს გაუზიარებლად და 46 გაზიარება რო ქონდა იმ ვიდეოს არ არსებობს რომ 4000 ადამიანს ენახა მხოლოდ რა. იქ რაღაცა იბლოკება ვერ ხედავ, ანუ არ აძლევს Facebook-ის საშუალებას ადამიანებს რომ ჩემი ლაივები ნახოს. ხდები? ნახონ. ამიტომ ასე რომ ქალბატონო ანა, აი თქვენთან თუ ვერ მოძებნით, აი აქ ჩაგიგდებთ links. ამ links-ი არის ის ინფორმაცია, თუმცა თქვენთან არ გამოიგზავნა, არ იგზავნება ეხა ეს მე ჩაგიგდეთ. ეტყობა ქალბატონი ანა არის ან ტროლი და ან კიდე ბოტი, იმიტომ რომ არ გაიგზავნა. მე ესე მგონია, რატომ არ გაიგზავნა? თუ არ არის, მოდის მოვიხდი. ნუ რა ვიცი, აბა გამოგიგზავნეთ მესენჯი და ესა კომენტარში ჩაგიგდეთ პასუხი და არ გამოიგზავნა. ამიტომ პირველ კომენტარში ჩავაგდებ ახლა. არა, აი არ ჩააგდო, ესე იგი რაღაცა უკვე დამბლოკეს რა. არც აქ ჩააგდო. ქალბატონო ანა, თქვენ არაფერ შუაში ხართ, უბრალოდ Facebook-ი რაღაცეებს იმაშება რა. მაწვალებს. კი, მასია ზუსტად ამბობს ნონა. გაკოცეთ მეგობრებო, გაკოცეთ, გავნათლდეთ რა ერთად რა. ნუ გავიქნებით ამ სიგნალებში რა. არ შეგვეშინდეს იმის რომ იესო ქრისტეს ცოლშვილი ყავდა. რატო უნდა შეგვეშინდეს? ამის მე ვერ ხვდები რა. ამაში უმსგავსოება რა არის რომ ცოლშვილი ყავდეს იესო ქრისტეს? არაფერი არ არის უმსგავსოება. პირიქით მისაბაძია, გასახარია და გვიხაროდნენ რა. სხვათა შორის თუ გახსოვთ და ვინჩის კოდი მაშინ ფილმი რომ გამოვიდა, მაშინაც იქ გააჟღერეს ეგ ინფორმაცია, გააჟღერეს რამდენი წლის წინ იყო ეგ 15 წლის წინ დაახლოებით. თუ არ ვცდები. და ვინჩის კოდი ესე ქვია ფილმს. გაკოცეთ.